იხარეთ და იბედნიერეთ ყველა პლანეტასთან ერთად. ეს ის ნაცნობი სიტყვებია, რომელსაც დამწყები მსახიობი ყველაზე ხშირად იყენებს. ტამანგო ჟღერია, ასე ქვია პოზიტიურ და მხიარულ ბიჭს გალიდან. რატომ მაინც და მაინც ტამანგო? ისტორია ისეთივე საინტერესოა, როგორც მისი სახელი. მე მქია ტანგულიდან ჩემს დავარქვი ტამანგო. ყველას ქვია ირაკლი, ზაზა, ისა და ეს არის უსნო უფრო საყვარელი სახელი მაშინ და მე დავარქვი ამას ტამანგო. პატარაობაში ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე. მაგრამ როდესაც ცოტა წამოვიზარდე, მივხვდი რომ მე რეალურად არ მინდოდა რომ ფეხბურთელი გამოსულიყავი. და მსახიობობაზე ოცნება დავიწყე დაახლოებით 15 წლის ასაკიდან, როდესაც მომიწია ბანაკებში წასვლა, იქ ყოველ საღამოს იგმეოდა სხვადასხვა ღონისძიებები, ხან პოეზიის საღამო ტარდებოდა, ხან კავენს თამაშობდით, ხან პატარა სპექტაკლი იყო და ამ ყველაფერში ვიღებდი მე მონაწილეობას. ტამანგო ბავშვობიდანვე იყო ისეთი პოზიტიური ბიჭი, ეთყობოდა რომ ამ სფეროს, თეატრალურ სფეროს გაყვებოდა, დაინტერესებული იყო. ყველგან მონაწილეობას ღებულობდა სკოლაში რო იყო, მერე დასასვენებლად რომ მიყვავდა და რაღაცა ღონისძიებები რო ტარდებოდა, ტამანგო იყო ძალიან აქტიური ყველგან. აფხაზეთის მთავრობამ წაიყვანა საბერძნეთში დასასვენებლად 21 დღე იყო საბერძნეთში. იმდენი სურათები ჩამოიტანა იქიდან, იმდენი მეგობრები გაიცნო ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან და რა ვიცი, ასეთი მხიარული ბიჭი მყავს. ამ სურათში იყო 2 წლის. ტამანგოს ქალთა დღეს 8 მარტს 19 წელი უსრულდება. ფიქრობს, რომ დედისათვის ამაზე უკეთესი საჩუქრის გაკეთება წარმოუდგენელი იქნებოდა. ყურადღების ცენტრში ყოფნა და სცენაზე თამაში ბავშვობიდანვე ხიბლავდა. ამ სურვილმა გადააწყვეტინა ახალგაზრდა ყმაწვილს თეატრალურ სტუდია პიეროში კასტინგზე მისვლა, რომელიც წარმატებით გაიარა. ეხლა ჩვენ ვიყოფებით თეატრალურ სტუდია პიეროში, სადაც მიმდინარეობს რეპეტიციები. რეპეტიციის დაწყებამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო. გამარჯობა ბავშვებო! როგორ ხართ? ბიჭო! გამარჯობა მაგიოსებო! როგორ ხო ხარ, კარგად. ჯერ ყველა არ მოსულა, ხო? ხატია. გვაყია. გვაყია, ხო ჯერ ნუ არავინ არ მოსულა, ჯერ, მაგრამ მალე დაიწყება რეპეტიცია. ცოტათი მაინც თუ აქ მოზარდს რაღაცა უნარები სამსახიობო არის პიეროელი, მაგრამ დამატებით კიდევ ცოტათი ბუნებით უნდა იყოს პიეროელი. ეს ნიშნავს ალბათ ცოტათი მეოცნებას, ცოტათი ეს ფანტაზიურს, რაც ტამანგოს შემთხვევაში ალბათ 100%-ით არის. ტამანგო იმ ადამიანებს შორის, ვისაც კი ვიცნობ, არის ყველაზე პოზიტიური და მხიარული ადამიანი. შეიძლება დიდი ხანი არ ვიცნობ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ტამანგოზე ცუდი არაფერი არ მახსენდება. ძალიან ზდილობიანი, საყვარელი და მხიარული ადამიანია. დამწყები მსახიობი 2017 წლის ნიჭიერის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ. მის მიერ შესრულებულმა ფეხების სახალისო თეატრალურმა დადგმამ დარბაზი მაშინვე აიყოლია და ჟიურის მხრიდან 4 კიც დაიმსახურა. ყველაფერი ხელს გიწყობს ჩემი აზრით. პოზიტიური ენერგეტიკა გაქვს, თან ძლიერი საკმაოდ, გარეგნობა ძალიან კარგი. ნუ ფსევდონიმზე ვიფიქრებდი დიდი მსახიობი რო გახდები. თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, თუმცა ცდილობს ყურადღება ყველა საქმეზე თანაბრად გაანაწილოს. მუშაობს რუსთავიორში ქლამფერად, წერს ლექსებს, იღებს სახალისო ვიდეოებს. მონაწილეობა აქვს მიღებული რუსთავიორის კიდევ ერთ პროექტ გააცნია და მოიგეში, სადაც მან ჟიურის წევრებიც გააცნა და თანხაც მოიგო. არის აქტიური და კომუნიკაბელური. სწორედ ამიტომ აიყვანეს ბავშვთა გასართობ ცენტრ ნევერლენდში ანიმატორად. ტამანგოზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ არის ძალიან პოზიტიური ადამიანი, შრომის მოყვარე, ძალიან მაბრაზებს, ყოველ ჯერზე აქვს რეპეტიცია, ყოველ ჯერზე აქვს სადღაც გადაღება, სამსახურს ხშირად აცდენს. თუმცა მისი პოზიტივი და მისი ეს კარგი დამოკიდებულება ჩვენი თანამშრომლის მიმართ აბათილებს იმ გაბრაზებას. დამწყებ მსახიობს მეგობრები დადებითად აფასებენ. Facebook-ში დაახლოებით 5000-მდე მეგობრის გახალისებას თავისი სიმბოლური სმაილებით ადვილად ახერხებს. მისი ლექსები და ვიდეოები დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ცხოვრებაშიც ყოველთვის ცდილობს ადამიანები გაამხიარულოს და პოზიტიურ განწყობაზე დააყენოს.
ტამანგო ეს არის ადამიანი, რომელსაც სიყვარულის სუნი ასდის სულ. ტამანგო გავიცანი, როდესაც მოვიდა თეატრალურ სტუდია პიეროში. თავიდანვე ძალიან კარგი ადამიანის დაბიჭდილება დატოვა, მხიარული, პოზიტიური, კეთილი. თუ შეგიძლია განვიმარტო ექსკლუზიურად ჩემს სიუჟეტში შენი სმაილები. აი ამ სმაილებით მე ადამიანს ამ სმაილებს ვწერ, რაღაცას ვეუბნები და ვუსურვებ. პირველი სმაილი არის 2 წერტილი და 3-იანი რა. აი ტუჩები აქ რაღაც ესე აქტუჩები, ვერ ვაკეთებ მაგტუჩებს და აი ამით ვუსურვებ ადამიანს, რომ ადამიანს ყოველთვის უყუროს ბედნიერად და მომღიმარის სახით. მომდევნო სმაილი არის სიცილი. ვუსურვებ, რომ სულ იცინოს, იმხიარულოს, სხვისი ცხოვრება გაამხიარულოს. ამ სმაილის შემდეგ მოდის გული. გული ნიშნავს იმას, რომ უყვარდეს ყოველთვის. ტამანგო თვლის, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ ახლა იწყება. მისი მიზანია მოხვდეს შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში, გეგმავს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებას. მიზანს გახდეს დიდი მსახიობი, ცდილობს ნელ-ნელა მიაღწიოს. მანამდე კი ყველას გვისურვებს. იხარეთ და იმედიერეთ ყველა პლანეტასთან ერთად! ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დედაქალაქში, რომელიც ჯერაც მოუგვარებელია დილის და საღამოს საათებში ავტომობილით გადაადგილებაა. საცობები თბილისში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა და ის ავტომობილთან დაკავშირებული ცხოვრების ნაწილის თამდევი პროცესიც გახდა. თბილისში არსებობს ისეთი კრიტიკული საკვანძო წერტილები, სადაც საცობი არამხოლოდ პიკის საათის დროს, არამედ მთელი დღის განმავლობაშია. 2014 წლის მონაცემებით თბილისში ავტომობილების რაოდენობა 900,000-ს აჭარბებს. ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობა 1,300,000-მდეა, ანუ ოჯახზე საშუალოდ 2 ავტომობილი მოდის. ეს კი პარკინგის პრობლემებს ქმნის. ახლა საღამოს პიკის საათის დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი საცობი დედაქალაქის ყველა უბანშია. საცობი ეს სიტყვა ყოველდღიურ საღამოს გვესმის სხვადასხვა ბრუნვაში. სწორედ საცობი იქცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და მას ვერც მოსახლეობა და ვერც ხელისუფლება ჯერჯერობით ვერაფერს ვერ უხერხებენ. საცობები ძალიან გვაწუხებს. მანქანა მყავს სახში გარაჟში გამოკეტილი. ვერ დავდივარ ესე იგი საცობების გამო. მოვდივარ მეტროთი, რო ასე ვიარო, რა. ასე გააკეთოს რამოდენიმე ბევრმა და იქნება ძალიან არაფერს საცობები არ იქნება. მე ტროტუარებზე მაწუხებს. ტროტუარებზე რო არის მანქანები რა, ეგ მაწუხებს. საცობები ბუნებრივია. მე მანქანით ქალაქგარე დავდივარ, ქალაქში ვერ დავდივარ უკვე. რომელიც დადიან არასწორად უნდა დაჯარიმდეს იგი. და საცობებს სპეციალურად ვქნიან ზოგიერთები. გადასწრება უნდა ყველას, აი რომელიც არ ღვევს მოძრაობის წესებს, ის უნდა დაისაჯოს. საქართველოში მთლიანად მილიონზე მეტი მანქანაა, რაც 30%-ით მეტია 2012 წლის მონაცემებზე. ავტოპარკიდან უმრავლესობა 8 წელს გადაცილებული და 10 წელზე ძველი მანქანაა. თბილისში ოფიციალურად 450,000-მდე ავტომობილია რეგისტრირებული. დედაქალაქში კიდევ ერთი პრობლემაა არასაკმარისი და მოუწესრიგებელი სადგომები, ეგრეთ წოდებული პარკინგები, რაც მცხოვრებს აიძულებს ავტომობილი ტროტუარზე გააჩერონ. ეს კი ფეხით მოსიარულეთათვის დისკომფორტსა და პრობლემებს ქმნის. ამას ისიც ემატება, რომ მცხოვრები ხშირად გზას არ უთმობენ ქვეითებს, რომლებსაც ზებრაზე გადასვლა უწევთ. მეც პირადად რომ მანქანა მყავდეს აუცილებლად ვივლი ჩემი მანქანით, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტად მოუწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რა ვიცი, 15 წუთში ერთხელ დადის, არ არის ისუფთავე და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, პირველი რაც უნდა მიხედოს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ალბათ ცოტათი მაინც შეამცირებს საცობებს. პატრული უნდა ცოტა ამუშავდეს. და ხალხმა უნდა ისწავლოს მანქანის ტარება. ადრე არ წვიმდა თბილისში წვიმის დროს საცობი. უფრო საცობებზე მეტად რუსთაველზე ტროტუარზე მოძრავი მანქანები უფრო გვაწუხებს. ერთი-ორჯერ დამეტაკა ტროტუარზე მანქანა. საქართველოს ავტოპარკს ყოველწლიურად 80-დან 100,000-მდე ავტომობილი ემატება. არასამთავრობო ორგანიზაციები საცობების გამომწვევ მიზეზად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც ასახელებენ. ჩვენ მქონდა რეკომენდაცია რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ეს გულისხმობდა სააკეთის მოედანზე ორდონიანი ესტაკადის მოწყობას, უნივერსიტეტის ქუჩაზე ორდონიანი ესტაკადის მოწყობას და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე ჩვენ რეკომენდაციები მქონდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გადამზადებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მათი კვალიფიკაცია დღეს არის ძალიან მინიმალური საცობების პირობებში, ექსტრემალურ სიტუაციაში ისინი ვერ მართავენ სიტუაციას.
საკმაოდ სერიოზული პროექტები გვექნება ჩვენ დაახლოებით 4-5 ასე ვთქვათ ცხელი წერტილის მოწესრიგებას ვაპირებთ ქალაქის მასშტაბით, ხოლო რაც შეეხება წლევანდელ პროგრამას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ წლევანდელი წერი პირველ რიგში დაგეგმვისათვის, პროექტების შეძენისათვის გამოვიყენეთ და თავისთავად ცხადია, ალბათ ხედავთ, რომ გარკვეულ თბილისის ძალიან ბევრ მონაკვეთში ხიდების გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საქალაქო ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა პრობლემური თემაა ყველასთვის, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მცხოვრებისთვის. ამის მიზეზი მანქანების სიმრავლე და მცხოვრთა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა, რასაც სავარაუდოდ საცობების განტვირთვა ვერ უშველის. დღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები მათზე მომზადებულ ანოტაციებსა და სარეკლამო რგოლებში ხშირად მიუთითებენ, რომ სწავლების სტანდარტები მათთან მაღალია, თუმცა საბოლოოდ ირკვევა, რომ მათ უმრავლესობაში მაღალი მხოლოდ სწავლის საფასურია. სტუდენტთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ არასწავლიან იმდენს, რამდენსაც ჯამში მათ მიერ გადახდილი თანხა ითვალისწინებს და მიაჩნიათ, რომ სწავლის საფასური ჩვენს ქვეყანაში არაადეკვატურია. ექსპერტები ამ ფორმულირებას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმებიან. არსებობს სასწავლებლები, რომელშიც სტუდენტთა мотиваცია საკმაოდ მაღალი არის და მიუხედავად იმისა, რომ იქ მაღალი გადასახადია, სტუდენტები მეტგაცრუებულებად ნაკლებად გრძნობენ თავს, როდესაც მას ამთავრებენ. მაგრამ არსებობს სასწავლებლები, სადაც თუნდაც სახელმწიფო სასწავლებლებში მცირედი გრანტის დაფინანსების შემდეგი სადაც კი ისინი არ თვლიან თავს, რომ კმაყოფილები არიან. ამიტომ საერთო ჯამში ჩვენთან საკმაოდ რთული განათლების მენეჯმენტის არარსებობის პირობებში არის ეს პრობლემები მოსაძიებელი. უნივერსიტეტებში დღესდღეობით ფასი არ შეესაბამება სწავლის ხარისხს, არც მოთხოვნაა მთავარია გადაიხადო. პირველ რიგში ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს სტუდენტების აზროვნება, რომლებიც ვერ აანალიზებენ, რომ წლების განმავლობაში იხდიან დიდი რაოდენობის თანხას იმისათვის, რომ მიიღონ განათლება და არა დიპლომი. სტუდენტთა თუ ყოფილ სტუდენტთა პრეტენზიებს ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ისიცაა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში არაა გარემო, რომელიც სტუდენტის პროფესიონალად ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. მართალია ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ გამონაკლისი როგორც წესი ამინს ვერ ქმნის. სწავლის საფასურის არაადეკვატურობა მხოლოდ ცოდნის პრობლემას არ ქმნის. სხვადასხვა სასწავლებელში სხვადასხვა რეგლამენტია იმისა, თუ როგორ უნდა გადაანაწილოს სასწავლო წელზე საფასურის გადახდა. მართალია პრინციპი ყველგან ერთია, მაგრამ გადახდის სისტემის მოუქნელობა ხშირად პრობლემებს ქმნის. ეს პრობლემები კი იმაში აისახება, რომ ბოლო დროს სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ იმატა. სწავლა ზოგადად ყველგან ზვერი ღირს. ხომ, როდესაც ამას ლაპარაკობთ, აქ გააჩნია სახელმწიფო რა სოლიდარობას გამოხატავს, თქვათ, ახალგაზრდების მიმართ და რამდენად თვლის თავს ვალდებულად, რომ სახელმწიფომ თავისი თანამონაწილეობა გამოხატოს, თქვათ, ახალგაზრდა თაობის განათლებაში. ამიტომ მაგალითად ჩვენ ვიცით ხშირად, რომ უცხოელი სტუდენტები ჩამოდიან ჩვენთან და სწავლობენ, იმიტომ რომ ეს გადასახადი ძალიან მცირეა. ამიტომ მცირედი და დიდი გადასახადი იზომება იმითაც, თუ ჩვენთან რა სოციალური გარემო არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამაც არ მუშაობს საქართველოში, რომ სტუდენტმა თავისი გადასახადი თვითონ გადაიხადოს. აქედან გამომდინარე ყველაფერი ცუდად, თორემ რო შეხედოთ 3000 ლარი, 2250 ლარი დიდი ფული არ არის, რასაკვირველია წელიწადში. მაგრამ სად ვიშოვნოთ ეს ფული? აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენ. სად უნდა ვიშოვოთ ეს ფული? ფული არ იშოვნება. დღესდღეობით საქართველოში სტუდენტების დასაქმება პრობლემაა, ასევე რთულია ბანკში სესხის აღება. სტუდენტურ სესხს ყველა მსურველს არ აძლევენ და ამისთვის საჭიროა ბანკის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. შედეგად არაერთი სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს და იძულებულია აკადემიური შვებულება აიღოს. სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი დღეისათვის 11000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. ამის მიუხედავად ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყველაფერი რიგზია. თბილისის მერიას ჩვეულებრივი ასევე სოციალურად დაუცველებისთვის 50%-იანი დაფინანსება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სახელმწიფო სტრუქტურაა მიმართებაში ჩართული. ნამდვილად საკმარისზე მეტი კეთდება, მაგრამ სტუდენტმა უნდა ისწავლოს და თავისდროულად უნდა დააგროვოს კრედიტები. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 31 დეკემბრიდან 2016 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში 2461 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი. ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენისთვის გახდა მიზეზი თანხის გადაუხდელობა არ არსებობს. ეს სხვადასხვა სასწავლებლებიდან მოპოვებული იმ ახალგაზრდების არასრული სიაა, რომლებიც ჩვენ სიუჟეტზე მუშაობის დროს მოვიპოვეთ და რომლებსაც სტუდენტის სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ. ალბათ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიქნებოდი, რომ არა დედაჩემი, რომელიც უცხოეთში სწორედ იმიტომ წავიდა, რომ სწავლის საფასურის გადახდა შემძლებოდა.
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ სხვადასხვა წლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა უმრავლესობა თავიანთი პროფესიით არ მუშაობს. ან თუ მუშაობს, ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა თითქმის არაფერში გამოადგა. ყოფილი სტუდენტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწავლისათვის ფულით ყვილად აქვთ გადახდილი და თუ ვინმე ნაცნობი არ ყავს, შენი პროფესიით ვერ იმუშავებ. მე ბიზნესზე ჩავაბარე და საკმაოდ ცეთი საგნები იყო რა, ასე ვთქვათ, თითიდან გამოწვეული საგნები ძალიან ბევრი და რომელიც არ უნდა ისწავლებოდეს. ის საგნები, რაც ვთქვათ, ერთი სემესტრის განმავლობაში გვასწავლიდნენ ლექტორები, ეგ საგნები შეიძლება და კლას გარეშე და საგვეკითხა. ასე რომ მე მგონია, რომ არ არის სწავლის დონე მაღალი, თანაც პლუს ამას შემდეგ რო ჩავაბარე მაგისტრატურაში ჟურნალისტიკაზე აღმოჩნდა, რომ ანუ თეორიული ცოდნა არ არის თანხმდრაში პრაქტიკულ ცოდნასთან. რეალურად ჩვენ შემდეგ გავდივართ უკვე ბაზარზე, უნდა გავხდეთ ჟურნალისტები და საჭიროა რა თქმა უნდა, რომ ვიცოდეთ თქვა ჟურნალისტის ეთიკის კოდექსი მაგალითად, მაგრამ ამავე დროს უნდა გქონდეს ცოდნა, გარკვეული საბაზისო დონე პრაქტიკული უნარჩვევების. მართალი ერთი შეხედვით გადასახადი სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოიცავს 2250 ლარს, რაც არ ითვლება მაღალ გადასახადად, მაგრამ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ბევრს ამის გადახდაც უჭირს. რაც შეეხება 4 წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნას, ვერ ვიტყვი იმას, რომ საერთოდ არაფერი მისწავლია. ვისწავლე ოღონდ სრულყოფილად არა, რადგან არ იყო პრაქტიკა და აქედან გამომდინარე მარტო თეორიული კურსი არაფრის მომცემია. ალბათ ამიტომაცაა, რომ ჩემი ჯგუფელების უმეტესი ნაწილი, მათ შორის მეც არ მუშაობ ჩვენი პროფესიით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისევე როგორც უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობაში, სწავლის საფასური 2250 ლარია. გადახდის სისტემა საკმაოდ მოქნილია და ის სტუდენტებს გადასახადის 10 თანაბარ ნაწილად გაყოფის შესაძლებლობასაც აძლევს. თუმცა სასწავლებელთა უმრავლესობა მაინც 2 ეტაპიან გადახდას ანიჭებს უპირატესობას, რაც სტუდენტების არც თუ მცირე ნაწილს უჭირს. არიან ისეთებიც, რომლებსაც სწავლის ხარისხი აკმაყოფილებთ, სწავლაც სურთ, მაგრამ გადასახდელი თანხა არ აქვთ. პირველ კურსელებისთვის სწავლა დასრულდა. ჩემი 400-მდე სტუდენტიდან 100-ზე მეტი ვერ იხდის გადასახადს, ვერ აბარებს გამოცდას და შესაბამისად ვერ აგრძელებს სწავლას. მათგან უმრავლესობა სწორედ ის სტუდენტები არიან, რომლებსაც შეუძლიათ და უნდათ სწავლა. ეს არის რეალობა, საშველი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ უამრავი სტუდენტი არის სტატუსშეჩერებული. გამოდის, რომ მათი მშობლები არიან დაუსაქმებლები და გამოდის, რომ არაადეკვატურია სწავლის გადასახადი. მართალია, ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ გაორმაგდა 100%-იანი დაფინანსებები, გაორმაგდა 70%-იანები, 50%-იანები და კიდევ გვაქვს 30%-იანი გადასახადი, მაგრამ მიუხედავად ამისა, წლითი წლობით სტუდენტების სტატუსშეჩერებული რაოდენობა იზრდება. სწავლის გადასახადი არის ძვირი. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს არ აქვთ იმ დონის ხალფასი, რომ შეინახონ ოჯახი და თავის სტუდენტ შვილს თუნდაც ერთს მაინც ასწავლონ. ჩემი გადმოსახედიდან, რადგან სტუდენტის სტატუსი მაქვს შეწყვეტილი, ვფიქრობ, რომ ცოტა არაადეკვატურია სწავლის გადასახადი. ჯერ ვცადე ანუ მუშაობის დაწყებაც, მაგრამ საქართველოში არ არის ისეთი სამსახურები, რომ სწავლაც და სამსახურიც ერთმანეთს შეუთავსო. მუშაობ კონსულტანტად, თუმცა ესეც იმიტომ, რომ მოვაგროვო სწავლის გადასახადი და გავაგრძელო სწავლა. სწავლის ხარისხი ასე თუ ისე კარგია საქართველოში. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია წასვლა, თუნდაც გერმანიაში, როგორც ჩემმა რამდენიმე ჯგუფელმა გააკეთა. მიფიქრია წასვლაზე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ აქაც უნდა მქონდეს რაღაც საფუძველი. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით საქართველოში უმუშევართა 91% საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს. ამ სურათიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა შრომის ბაზრისთვის გამოსადეგ განათლებას არ იძლევა, ხოლო სწავლის საფასურის გადახდის საშუალება მათაც არ აქვთ, ვისაც ნამდვილად უნდა სწავლა. ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის მიხედვით სიტუაცია საგრძნობლად განსხვავებულია. მაგალითად, დანიაში, ავსტრიასა და ფინეთში ევროკავშირის მოქალაქე და გაცვლითი პროგრამების სტუდენტი სწავლის საფასურს არ იხდის. საბერძნეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლა უფასოა, ხოლო გერმანიაში სემესტრში დაახლოებით 500 ევროს უთანაბდება. რომ ხარ ნიჭიერი, კარგად